ბათუმის მერიის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა უკვე ამოქმედდა. მომსახურების საჭიროების მქონე პირებს ტენდერში გამარჯვების შედეგად ბათუმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში გამოიკვლევენ. სამედიცინო დაწესებულება დღეს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა მოინახულა. საავადმყოფოს დირექტორთან ერთად მარინა რუხაძემ ყველა ის კაბინეტი დაათვალიერა, სადაც პაციენტები მომსახურებას მიიღებენ. მიხეილ ართმელაძემ კი მას მომსახურების მისაღებად საჭირო პროცედურები გააცნო. მუნიციპალური პროგრამით უფასო მომსახურება 30-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვისაა გათვალისწინებული. პროგრამის ბიუჯეტი 91,900 ლარს შეადგენს. პროგრამა შედგება 3 კომპონენტისაგან, ადრე იყო მხოლოდ 2 კომპონენტიანიება და ეხლა ამ პროგრამის მიხედვით არის ასაკი გაზრდილი. თუ 35-დან 55 წლამდე ქალბატონებს შეეძლოთ პროგრამაში ჩართვა, ეხლა ასაკი გაიზარდა და ეს ზღვარი დაიწია ქვედა, ხოლო 30-დან 60 წლამდე. გარდა ამისა, ასევე ვაგრძელებთ ონკომარკერებით კვლევას და გარდა ამისა, მინდა რომ ყველას მიმართო, ვისაც აქვს საშუალოსნოს ყელის რაიმე პათოლოგიური პრობლემები, მიმართოს ონკოლოგიურ საავადმყოფოს. ჩვენი დაწესებულება 2014 წლიდან მონაწილეობს მერიის პროგრამაში. ეს არის საშუალოსნოს ყელის სკრინინგი, ონკოპრევენციის პროგრამა. ჩვენ დაწესებულებაში შეუძლიათ მოგმართონ რეგისტრატურაში. შემდეგ კი ჩვენი რეგისტრატორი და კონკრეტულად არის სპეციალური გამოყოფილი კოორდინატორი, რომელიც დააკვალიანებს და აუხსნის. შეუძლიათ მიიღოთ კონსულტაცია გინეკოლოგის, საჭირო შემთხვევაში ეხოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში კოლპოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული მკურნალობა.